ირანში, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი დონის ევროპული შეხვედრების ცენტრად იქცა, ევროპული პერსპექტივის მოლოდინი განსაკუთრებით მკაფიოდ იგრძნობა. სამხრეთ კავკასიური ქვეყნის დედაქალაქმა ისტორიაში პირველად ერთდროულად უმასპინძლა მნიშვნელოვან ევროპულ სამიტებს. 3 დღის განმავლობაში ყველა ევროპელი ლიდერი აქ იყო. ქალაქის ცენტრმა, სადაც ბრენდული სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები და კაფეებია თავმოყრილი, ტურისტებს გარდა ადგილობრივი მოქალაქეებიც განსაკუთრებით მიიზიდა და საშუალება მისცა პირისპირ კომუნიკაცია დაემყარებინათ საერთაშორისო პოლიტიკის შემქმნელებთან, რომლებსაც საკუთარი პატარა ქვეყნის უზრუნველი მომავლის გარანტორადაც აღიქვამენ. სომხეთი ადგილი ევროპული ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ამაზე ქვეყნის ევროპელმა სტუმრებმა ბევრი ილაპარაკეს. მაგრამ როგორია პერსპექტივის განცდა რიგით მოქალაქეებში? ლიდერების შემდეგ ჩვენ მათი აზრითაც დავინტერესდით. ცხოვრების დონის პირველ და მთავარ ინდიკატორად პირველად პროდუქტებზე ფასები შევარჩიეთ, რაც ასე გამოიყურება. მაგალითად, შემთხვევითად შერჩეულ სხვადასხვა წარმოების პროდუქტებს შორის. პურის საშუალო ფასი 180-დან 220 დრამამდეა, რაც დაახლოებით ლარი და 23 თეთრიდან ლარ ნახევრამდეა. 10 წელი კვერცხის ფასი 540-დან 490-მდე დრამია, რაც დაახლოებით 3 ლარი და 70-დან 6 ლარსა და 80 თეთრამდეა. 1 ლიტრი ზეთი 1190-დან 1950-მდე დრამი ღირს, რაც მერყეობს 8 ლარსა და 20 თეთრიდან 13 ლარსა და 40 თეთრამდე. ქათმის გაყინული რბილი ხორცი 900 გრამამდე 1750 დრამი ღირს, რაც 12 ლარს უდრის. 200 გრამი კარაქის ფასი კი 490-დან 1780 დრამამდეა. ეს არის დაახლოებით 3 ლარი და 80 თეთრიდან 12 ლარსა და 20 თეთრამდე. სუპერმარკეტებს გარდა ადგილი, სადაც ფასები ყველაზე აქტიურად განიხილება, ბაზარია. ამიტომ ერევნის ყველაზე ცნობილ და კოლორიტულ გუმის ბაზარს მივაკითხეთ, სადაც ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქტი იყიდება. გავესაუბრეთ მოვაჭრეებსაც და მყიდველებსაც მოსაზრებების სხვადასხვა, მაგრამ ძირითადი ტენდენცია თითქმის ზუსტად იმეორებს საქართველოს მდგომარეობას. ადგილობრივებს აწუხებთ მზარდი ფასები და დაბალი პენსიები, რაც ყველა ხარჯს ვერ ფარავს. ახლანდელი და 10 წლის წინანდელი პენსიები რომ შევადაროთ, ახლა გაცილებით მაღალია. პენსიონერებისთვის ბევრი შეღავათია, მაგრამ პენსია მაინც ყოველთვის ცოტაა. მაგრამ განსხვავებული მენტალიტეტია და არავინ ტოვებს მარტოს ბებიებსა და პაპებს. ხელფასებს რაც შეეხება, ვინც მუშაობს და ნორმალურ ანაზღაურებას იღებს. შეიძლება ითქვას, რომ ყოფნის. საშუალო ხელფასი 10-15 დრამია, რაც დაახლოებით 1200-1300 დოლარია. ახლა ფასები მაღალია და ხალხი რთულად ცხოვრობს. ფასებს ეჩვევიან, მაგრამ არ იყიდიან 5 კილოს და იყიდიან 1 კილოს. ხალხი უფრო ცოტას ყიდულობს, რადგან ყველაფერი ძვირია. აქ მუშაობ და ხელფასს ვიღებ, მაგრამ ყველაფერზე არ მყოფნის. ახლა მე რაც ვიყიდე შედარებით ძვირია, მე პენსიას ვიღებ, მაგრამ სხვა შემოსავალიც მაქვს. პენსიით მარტო პურს და ყველს შევჭამ, რადგან ეს პენსია არარაობაა. 50 წელი ვიმუშავე წარმოებაში და პენსია დაახლოებით 200 დოლარი მაქვს. ამასაც ახლა მოუმატეს. ძვირია, ყველაფერი ძვირია. პენსია არაა საკმარისი, 48,000-ით რისი გაკეთება შეიძლება. ფასები ყოველ დღე იზრდება. მაგალითად, ხორცი ღირდა 4,000, მერე 4,100, მერე 4,200, კარბონატა 5,200, 5,300. დავინტერესდით, რამდენი სჭირდება საშუალოდ ოჯახს ერთ დღეში ნორმალური კვებისთვის. პენსიაზე ვერ იცხოვრებ, ყოველ დღე ერთ ოჯახს 10,000-დან სჭირდება პროდუქტების საყიდლად. თანაც ხორცი რომ არ ჩავთვალოთ, უბრალოდ პური, მწვანილი, საქონლის ხორცი 5,000 ღირს, ღორის 3,000. Каждый 10 дней, 15 дней. ყოველ 10-15 დღეში, ყოველ თვეში კიდევ უფრო ძვირდება ნებისმიერი პროდუქტი, ხორცი, ზეთი, ყველაფერი. ყოველდღიურად ოჯახებმა ყველაზე საჭირო პროდუქტები რომ იყიდოს. მინიმუმ 10-15,000 სჭირდება. თუ არ ჩავთვლით ხორცს, ეს უკვე ფუფუნებაა. შევეცადეთ ანალიტიკური მოსაზრებაც მოგვესმინა ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივაზე. კონკრეტულად იმაზე, როგორ აისახება ევროკავშირთან გაფორმებული მთელი რიგი ხელშეკრულებები ცხოვრების დონეზე. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სურვილი სომხეთში 2,5 მილიარდი ევროს ინვესტირებისთვის. ასევე მკაფიო აქცენტებია დაკავშირებადობის ინიციატივაზე. ფიქრობ, მთავრობა დაიწყებს კონტრაქტის შეწყვეტის პროცესს რუსეთის კომპანიასთან, ჩვენი რკინიგზის მენეჯმენტის თვალსაზრისით. სავარაუდოდ ჩართავს ევროპულ კომპანიებს სომხეთის რკინიგზის მართვაში. ასევე მთავრობამ დაიწყო საფუძვლიანი მსჯელობა ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებთან. ფიქრობთ, რომ ეს პროცესი დაეხმარება შუა კორიდორის პროექტს და დაეხმარება ასევე ტრამპის პროექტს, რომელიც მომავალ წლებში უნდა განხორციელდეს ამერიკის შეერთებული შტატების სპონსორობით.
და ისევ ხელფასებს, პენსიებს, ფასებს რომ დაუბრუნდეთ. იმავე ადამიანებს, ვინც ამას საკუთარი ყოველდღიური გამოცდილებით აფასებს, კითხეთ მომავალზეც. ეს საზოგადოების შუა და უფრო მეტი ასაკის ნაწილია. იმ ვითარებაში, როცა სომხეთში თვეზე ნაკლები დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე, ვიკითხეთ როგორია მოლოდინები, რა უნდათ რომ შეიცვალოს. აირჩევენ თუ არა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და როგორია რუსეთის გავლენები. Европа всегда была как-то колыбелью. ევროპა ყოველთვის იყო დემოკრატიის და ცივილიზაციის აკვანი, მაგრამ საკუთარ თავს თვითონ უნდა ვუშველოთ. ყოველთვის სხვისი დახმარების იმედი გქონდა. ძირითადად რუსეთის 300 წლის განმავლობაში. რუსეთმა რა ქნა ვნახეთ, კარგი იქნებოდა ახლა ევროპის გამოცდა. Я за Евросоюз. მე მხარს ევროკავშირს ვუჭერ. რუსეთთან ხომ არ უნდა ვიმუშაოთ. დღეს რაღაცაზე შევთანხმდებით, ხვალ კი უცებ ჩაკეტავენ საზღვარს. არც გაზი გვაქვს, არც ბენზინი, ასე შეიძლება ცხოვრება. რუსეთთანაც უნდა ვიმეგობროთ, ევროკავშირთანაც უნდა ვიმეგობროთ, რომ არაფერი ვთქვათ კარგ ხალხთან, საქართველოსთან მეგობრობაზე. მინდა ევროკავშირში შევიდეთ. Мы тогда хотели свободу. ჩვენ გვინდოდა თავისუფლება, გვინდოდა რომ კარგად გვეცხოვრა. ამას გვპირდებიან, მერე ომი დაიწყო, მერე შვილიშვილი დავკარგე ომში. 18 წლის იყო. ახლა კი ყარაბაღიც დათმეს, შვილიშვილიც არ მყავს. არ ვიცით რა იქნება. ჩვენ უკვე უფსკრულის პირას ვართ. Я внука потеряла в этом войне. როგორ შეცვლის ევროპული შესაძლებლობები რუსულს, ამაზე გაცილებით მკაფიო და ჩამოყალიბებული პოზიციები აქვთ ახალგაზრდა თაობაში. ისინი კამერასთან ლაპარაკისგან თავს იკავებენ, მაგრამ პირად საუბარში ყველა ცალსახად ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა. უფროსი თაობიდან ისიც განასხვავებთ, რომ საერთოდ ვერ ლაპარაკობენ და არც ესმით რუსული ენა. ამასობაში სომხეთმა მნიშვნელოვნად წაიწია წინ ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში და ევროკომისიისგან პროგრესის პოზიტიური შეფასებაც მიიღო. After war in Nagorno-Karabakh, ყარაბაღის ომის შემდეგ საზოგადოების აზრი შეიცვალა. ახლა სომხეთის მოსახლეობის დაახლოებით 40% მიიჩნევს, რომ რუსეთი ჩვენი მტერია. ამას ვერავინ წარმოიდგენდა მაგალითად 2019 წელს. რაც შეეხება ევროკავშირის შესაძლო წევრობას. საზოგადოებრივი აზრის რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის 50%-ზე მეტი პოზიტიურად არის განწყობილი და ისინი ამას ხმას მისცემენ. თუმცა სომხების განწყობების ცვლის პირდაპირ პროპორციულად რუსეთი პროპაგანდას აძლიერებს. სოციალურ ქსელებსა და მედიაზე დაკვირვებით ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ დამაზიანებლად წარმოაჩინონ ყველაფერი, რაც ევროკავშირს უკავშირდება. როგორც ჩანს, პროპაგანდას კარგად აქვს შესწავლილი სომხების კონკრეტული ინტერესებიც. they can provide some misinformation. ავრცელებენ პროპაგანდას, რომ სომხეთი დართავს ქვეყანაში გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანას. ეს ყველაფერი მოდის არამეგობრული პროპაგანდიდან, კარგად ცნობილი ქვეყნებიდან. გარკვეული ბუნდოვანებისა თუ დეზინფორმაციის ფონზე ბევრთან საუბრისას გამოჩნდა, რომ პოზიცია სომხეთში სრულიად გარკვეულია საქართველოს მიმართ. იმის გარდა, რომ ქართველებს მოძმეერად და მეგობრებად აღიქვამენ, კარგად ხვდებიან საქართველოს მნიშვნელობას საკუთარი პერსპექტივისთვის. ეს სამწუხარო რეალობაც ერევანში რიგითმა მოქალაქემ ბაზარში ფასებზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე საუბრისას შეგვახსენა. Армения. სომხეთი, ირანი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სად არის ევროკავშირი? Где Евросоюз? Грузия это საქართველო იყო ჩვენთვის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ გვესარგებლა ამ გზით. თუ საქართველო შევიდოდა ევროკავშირში, ჩვენც გვექნებოდა შანსი. воспользоваться этим путем.